მეთქვა გაგაზლიაროთ ისევ სახლის დალოცვის თქვათ რეჟიმში და რიტმში მინდა თქვათ გავიხსენოთ ჩვენი ურთიერთობა ისევ გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა და ქადაგება და მივყვეთ ღვთის მადლის თქვათ დინებას ღვთის მადლის კარნახს დაუმორჩილოთ მას ჩვენი გონება და გული განვიწმინდოთ ჩვენი გონება და გული ვეცადოთ რომ სიყვარული იყოს ჩვენი მთავარი თქვათ მოტივი ცხოვრებაში ყველა ქმედებაში აზრში სიტყვაში თუ საქმეში რაც ყველა ნეგატივს გააქარწყლებს და განაბნევს და იგი ისეთ სიყვარული ისეთ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სულზე სამშინელზე და სხეულზე რომ ყველა მავნე მიდრეკილებებზე ყველა ნეგატივზე ამარჯვებინებს მას ვიტყოდი თითქმის უშრომელად თუ სიყვარულით მიუდგება ადამიანი მაგრამ თუ რა თქმა უნდა შრომასაც და ძალისხმევასაც გაიღებს სახსაც აკურთხებს აღსარებასაც იტყვის ეზიარება კიდევაც რა თქმა უნდა და ყველაფერს სიყვარულით მიუდგება ხომ მით უმეტეს უფრო სწრაფი რეჟიმით სწრაფი რიტმით უფრო სრულყოფილ ვთქვათ მდგომარეობაში აიყვანს მას ანუ განხრობის პროცესს დაუქვემდებარებს რაც ჩვენი მიზანია ამიტომ ის შთაგონება რა შთაგონებითაც მოვდივარ და სახლს ვაკურთხებთ ეს ჩვეულებრივი ტრივიალური რუტინული შთაგონება არ არის ეს არის ის ვთქვათ ჩვენი სტიმული ჩვენი ვთქვათ მოტივი რომელიც ამ სახლში სადაც მივდივართ იმ სახლებში საღვთო მადლის მოქმედებას აწყებინებს ცირკულირებას მადლის მოქმედებას სახლში ღვთის მადლის და ოჯახში ღვთის მადლის მოქმედების ბიძგს აძლევს რომ დაიწყოს მოქმედება ღვთის მადლმა ადამიანი ეზიაროს ღვთის მადლს რასაც მოსდევს ადამიანებისთვის მათში ყოფი ადამიანებისთვის ოჯახის არს ქმნის ვინც ცხოვრობს მასში ხო ოჯახში და არა რემონტი და ასე ვთქვათ სახლების ფართი თუ ლოკაციასაც ცხოვრობს აი ეს ყველაფერი აძლევს სტიმულს იმისა რომ რწმენაში გაძლიერების გზაზე სათნოებებში გაძლიერდეს და სათნოებებში გაძლიერება ეს მეტაფიზიკური ვარჯიში არის ჩვენი ცხოვრებისათვის ამიტომ მოვიდრიგოთ ჩვენი გული ღვთის წინაშე მოვიდრიგოთ ჩვენი გონება ღვთის წინაშე განვიზნოთ ჩვენი გონება გული აღვივსოთ ვთქვათ იგი ღვთის მადლით და ღვთის სახელით ქრისტეს სახელით რომელსაც ვახსენებთ იმისაც რომ ამ ძიმე დროში ამ ძიმე პოსტსაბჭოთა ცხოვრების დროისა და სივრცის კონტინუუმში შიშებმა არ დაგვიკვიროს შეგვიკვიროს მცირე თუ დიდმა შეპყრობილება არ იმოქმედოს ჩვენზე რა თქმა უნდა შეპყრობილების შემთხვევები ძალიან ბევრი ან ენვოლტირებამ ჯადოქრობამ გათვალვამ და სხვა ეზოთერულმა ვთქვათ ოკულტურმა ზემოქმედებებმა არ იმოქმედოს ოჯახზე ან ოჯახის წევრებზე არ იქნეს მათი სამყოფელი გათვალული და არ იქნეს მათი სამყოფელი ვთქვათ სხვადასხვა მაგიური ზემოქმედებით და ლოკალური თუ დისტანციური თუ უშუალო მაგიური ზემოქმედებით იქნეს ვთქვათ მათთვის სულიერი ხაფანგები ასე ვთქვათ მენტალური ხაფანგები მენტალური მახეები მოწყობილი ამისაც რომ ესე არ მოხდეს და დაუბრკოლებლად ვიაროთ ამ საფრთხეებით ახსავსე პოსტსაბჭოთას ვამბობ ისევ და ისევ პოსტტოტალიტარულ როგორც გვინდა ასე ვთქვათ რომელიც ავარჩიოთ ამ დროში რომელშიც ცხოვრობთ გარდატეხისა თუ გაუთავებელი პრობლემების დროში აი აქ ამ დროს ჩვენ არ გქონდეს შიშები არ გქონდეს დეპრესია არ გქონდეს ამისაც სიმხნევეა საჭირო სახს კურთხევ ამას დიდ სტიმულს აძლევს ამისაც ოჯახს არ გქონდეს გაორება ხელის შაქნევა ასე ვთქვათ სასოწარკვეთილება ჩვენს ცხოვრებაზე ნათელი შემოვიდეს ჩვენს ოჯახებზე ჩვენს გულებში იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხდება ხოლმე რომ ადამიანი იღვიძებს დილიდან და უკვე სუთხასიათზე მიზეზი არ აქვს რომ იყოს სუთხასიათზე ან მიზეზი არ აქვს რომ იყოს დაღლილი ან გამოფიტული ან გამოსრუტული გამოწოვილი რაღაც ენერგიისა და ხედავს უმიზეზოდ აბსოლუტურად უმიზეზოდ თითქოს წინა დღეს შეიძლება სულადაც არ იყო ისეთ ხასიათზე რომ ამ დროს ესეთ ხასიათზე გაეღვიძა ანუ წინა დღე არ იყო მიზეზი იმისა რომ შემდეგი დღე ყოფილიყო ასეთი აი ესეთი შემთხვევები ხშირია რომ ადამიანი ჯერ ხშირად ეცვლება განწყობილება ბევრს და ეს ცივი ხო მატერიას ანგრევს უკიდურეს სითბო და უკიდურეს სიცივე შლის ვერ უძლებს მასალათა გამძლეობა ვისაც უსწავლია არ ვიცი ყოველ დღეში აძლევს ეს ტემპერატურათა უკიდურესი ვთქვათ
ცვლა ვერ უძლებს მათ ბევრი ნივთიერება, ხო, ყველას თავისი ეს თქვა კრიტიკული ზღვარი აქვს ამისა, ხე სხვა თემა, ამიტომ და ადამიანს ესე უკიდურესი განწყობილებები მას აორებს, შლის და უსუსტებს სულიერ ფორმაციას. სულიერი მისი სტრუქტურები ადამიანის ძალიან ფაქიზია. ძალიან ფაქიზია, ამიტომ ასეთი რადიკალური ცვლილებები, რომლებიც დღეს ზეგავლენებით ხდება ჩვენში, ფსიქიური თავდასხმებით, როგორც აღნიშნე, მენტალური ნაკადებით, რომლებიც ჩვენ რომელსაც ვერც ვამჩნევთ, უხილავი ბრძოლა, რომელსაც ვერ ხედავ და გონია არ არსებობს. ჩვენში რაღაც ვთქვათ, თვითონ ინტოქსიკაცია, ლატენტურად დაბუდებული და ჩვენში მყოფი ცოდვებისგან გამოწვეული ნეგატივი და დუღილი ამ ცოდვებისა. იმდან რამეს იწვევს, რა თუ კიდე სახლი არ აკურთხე, თუ თვითონ ლოცვები არ წაიკითხე, შეიძლება დილას გაიღვიძოს უთხასიაზე, საღამოს კარხასიაზე იყოს. მერე ისევ პირიქით შეიცვალოს. ანუ მიზეზოდ იყო გამოწვეული, გამოსრუტული და ასე ვთქვათ, დეპრესირებულ ნევროზულ მდგომარეობაში. რატო? აქ უამრავი ზემოქმედებაა, უამრავი რამ მოქმედებს. ყველაზე ამის პანაცეა და დიდი წამალი ეს არის ზიარება, აღსარება და სახლის კურთხევა იქნება ეს თუ ლოცვების კითხვა თუ მეტანია თუ ასე შემდეგ. ეს არის მხოლოდ რაც გარეგნული რიტუალები, რომლებიც უბრალოდ ხდება ჩვენგან დამოუკიდებლად და ჩვენზე ზემოქმედებას არ ახდენს. ეს ის ხილულად აღსრულებული რიტუალებია, ხილულად აღსრულებული საიდუმლოებებია ამ რიტუალები, რომლებიც უხილავ მადლს იზიდავენ და ჩვენზე მოქმედებს ეს. თქვენ გახსოვთ, რომ თქვენ ხართ ნათელი სოფლისაო ქრისტიანობს, ხო? მათეს სახარების მეხვდე თავში. ნათელი სოფლისა თუ ხარ, როგორ შეიძლება რომ ეს ნათელი მონათლულმა ადამიანმა ამ ძიმე დროში დააბნელებინო და ჩააქრო. პირიქით ეს ნათელი უნდა გააღვიო, უნდა გააძლიერო, რომ შეხედავს რა სხვა ის ადიდებდეს ყოვლადწმინდა სამებას. თორე შენ თუ თვითონ ხარ ბნელ მდგომარეობაში, თვითონ ხარ სამკურნალო, თვითონ ხარ ცუდად, სხვას რა უნდა გაუკეთო, სხვას როგორ უნდა უმკურნალო, სხვას გზა როგორ უნდა გაუნათო. არადა ადამიანი თვითონ უნდა ნათელი სოფლისა არის. ქრისტიანი სულიო რო ტერტულიანიაობს, ხო? ადამიანი სულიო ბუნებით ქრისტიანია, ანუ ბუნებით ნათელია, ბუნებით დადებითია, ბუნებით ღმერთი ქმნის ყველა სიკეთეს აძლევს. სიცრუე, ორპირობა, ღალატი, არასტაბილური, ვთქვათ, ადამიანთან არასტაბილური ნდობა რეალობისადმი, არასტაბილური განწყობილებები, ყოველივე ის რაც ერთი მეორეს მოსდევს რაღაც გაუგებარი, არანორმალური, არაჯამრთელი მიმდევრობით ანგრევს ადამიანის სულიერობას, შლის მას. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტორია, ამიტომ სინანული აღსარება, ზიარება, სახლის კურთხევა და ასე შემდეგ ყველაფერი მოგვეცა, იმიტომ რომ ნუგეში მივიღოთ ამით, დავმშვიდეთ, დავწყნათ, გამთლიანეთ, იმუნიტეტი ამაღლდეს. ამიტომ არის ნათქვამი, ხო? ნუგეშინის. შენ ნუგეშინით თქვენ, ნუგეშინით, არ უნდა გეშინოთ ეს შიში, საერთოდ შედეგი არის ურწმუნოების, მცირედ მორწმუნოების. ყოველ შემთხვევაში შეიძლება სულ ურწმუნო არ იყოს ადამიანი, მაგრამ ნაწილობრივ წამდეს, ნაწილობრივ ნახევრად მორწმუნო იყოს, მცირედ მორწმუნო, ნაწილობრივ წამს, ნაწილობრივ არა. რაღაცის წამს და ჯერა, რაღაცის არა. თავის ჯერა, ბოლოსი აჯერა და ესე. მერე ეს უკვე აშორებს ღმერთს. ნახევრად ცოდნა, ნახევრად რწმენას, ღმერთთან არ მიყავს. თლიან რწმენას, თლიან ცოდნას. შენ დონეზე ახლა მე არ ვარ რაღაც იდეალს, რომ ჰაერში იწეოდე და სიმბოლურად ვიზახე რაღაცა სასწაულებს ახდენ. იმ დონეზე რა დონეზე ჭურჭელი შენ გაქვს ამ დონეზე. დაუნდობელ რეალობაში ვცხოვრობთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დაუნდობელ სულიერი ხორციელი ბრძოლები დაუნდობელ თუ ჩვენ არ ვივარგეთ ქრისტიანი თავის დონეზე არ იქნა, თავის ხნე დონეზე არ იქნა, არ შემოუძახა თავის თავს, საკუთარ თავს და ძმას არ დაეხმარა. ეს დაუნდობელი რეალობა გაანადგურებს, ეს სოფელი დაბქვავს ყველაფერს. ამიტომ აი ეს ზუსტად სოფლის დინების საწინააღმდეგოდ მივდივართ და ამიტომ არ უნდა დავაფასოთ ყველაფერი, რასაც ღმერთი გვაძლევს და დაწყებულია ამ თუნდაც დღევანდელი სახლის კურთხევით დამთავრებული ნებისმიერი სხვა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოცემული სულიერი საშუალებით, რაც გვევლინება იმისათვის, რომ სრულყოფილები გავხდეთ, წინ წავიდეთ და გზა გაგვეხსნათ. რასაც ყველას გისურვებთ. მადლობის ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ და ამოჯახდეთ ანა. ამინ.